რუსეთი დონეცკში რაღაც დიდს მალავდა. თვალთახედვიდან დამალული, სპეციალურად შერჩეულ შენობაში, რომელიც მაქსიმალურად შეუმჩნეველი უნდა ყოფილიყო. რასაც რუსეთი ცდილობდა დაემალა, ქვეყნის საომარი ძალისხმევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ რეგიონში, რომელიც ახლა უკრაინის ომის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი, შეუცვლელი, სავსე იმ ერთადერთი რამით, რაც რუს ჯარისკაცებს შეტევების განხორციელებისთვის ჭირდებათ. ბათ. მაგრამ უკრაინამ ის იპოვა და ცეცხლის ბურთით ჩაანაცვლა. ცეცხლის ბურთი იმდენად ცხელი, რომ იგრძნობოდა თითქოს ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ სიღრმეებში გამოეძახათ. და რა გასაკვირია, ზუსტად ამას უნდოდა უკრაინას, რომ რუსეთს ეფიქა. ოპერაცია ჯოჯოხეთი დაწყებულია და რუსეთი სწავლობს, რას ნიშნავს ნამდვილი ჯოჯოხეთი. რუსეთს ეგონა, რომ ჭკვიანურად იქცევდა. ოკუპირებული დონეცკის სიღრმეში მდებარეობს დასახლება ნოვო-ნოვოამბრუზივკა. ეს დასახლება სხვა მრავალთან ერთად რუსეთის მიერ დონეცკის ოლქში შექმნილი საწვავის საწყობებისა და ლოგისტიკური კვანძების დიდი ქსელის ნაწილი გახდა. და ყველა ეს ობიექტი ადრე ითვლებოდა უკრაინული დათმობის მოქმედების ზონის მიღმა. მიუხედავად ამისა, რუსეთი მზად იყო იმ დღისთვის, როცა ეს ასე აღარ იქნებოდა. ნოვო-ნოვოამბრუზივკაში მნიშვნელოვანი საწვავის საცავი თვალთახედვის მიღმა იყო დამალული. ის ღიად კი არ იყო განთავსებული, არამედ უზარმაზარი ცემენტის ქარხნის ტერიტორიაზე იყო დამალული. საწვავს ქარხანაში რკინიგზით მიიტანდნენ და ინახავდნენ როგორც მიწისქვეშა რეზერვუარებში, ასევე ზედაპირზე მდებარე ავზებში, რომლებიც ყველა თვალთახედვის მიღმა იყო დამალული. რუსეთი ინარჩუნებდა ამ მოთხოვებას საწვავის ქარხნიდან გადამით, სატვირთო მანქანებით, რომლებიც სამოქალაქო ტრანსპორტად იყო შენიღბული. შემდეგ ეს სატვირთოები საწვავს მიიტანდა ძირითად მარაგების საწყობებში, რაც უზრუნველყოფდა, რომ დონეცკში მყოფ რუსულ საასალტო ჯგუფებს ქონოდათ ყველაფერი, რაც მექანიზებული შეტევებისა და სხვა ოპერაციებისთვის სჭირდებოდათ, სადაც ტრანსპორტი იყო ჩართული რთული. ამ ოპერაციის დაფარვა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, სანამ აღარ იმუშავა. 12 ივლისს უკრაინის პირველი აზოვის კორპუსმა გამოავლინა, რომ მან არა მხოლოდ იპოვა რუსეთის საიდუმლო საწვავის ბაზა, არამედ დრონებით დაარტყა მას, რის შედეგადაც უამრავი ტონა მნიშვნელოვანი რუსული საწვავი დაიწვა. ეს დარტყმა იყო უფრო ფართო შეტევის ნაწილი ნოვო-ნოვოამბრუზივკაზე, რომელმაც ასევე დააზიანა სარკინიგზო ხაზები და პუტინს ძალიან ნათელი მესიჯი გაუგზავნა, რომ ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც ადრე მიუღწევლად მიაჩნდა, ეხლა ძალიან აშკარა სამიზნე გახდა. აზოვის კორპუსმა ამ დარტყმას ოპერაცია ჯოჯოხეთი უწოდა და აი როგორ მოხდა ეს. ასეთი დარტყმა სპონტანურად ვერ განხორციელდება. ეს არ იყო უბრალოდ შემთხვევა, როცა აზოვის კორპუსმა საიდუმლო ობიექტი იპოვა და შემდეგ დრონები გაგზავნა მის გასანადგურებლად. როგორც კორპუსი ტელეგრამის პოსტში ამ ხელს, რომლითაც მან თავისი ქმედება გამოაცხადა, ოპერაცია ჯოჯოხეთი რამდენიმე თვის დაგეგმვასა და დაკვირვებას საჭიროებდა, სანამ უკრაინა დარწმუნდებოდა, რომ სწორი ადგილი ჰქონდა ნაპოვნი და შეძლებდა მაქსიმალურად გაეზარდა იმ დრონების ეფექტი, რომელთა გაგზავნასაც ამზადებდა. აზოვის კორპუსის წევრებს ქარხანაში შესვლა არ შეეძლოთ. ამისთვის საჭირო იქნებოდა რუსი ოკუპანტების ტალღებთან ბრძოლა, რაც თვითმკვლელობის თოლფასია. ამის ნაცვლად კორპუსის დრონების ოპერატორებმა სადაზვერო გაფრენები განახორციელეს რუსების დამალულ საწვავის ობიექტზე. თითოეულმა გაფრენამ წინა გაფრენაზე მეტი ინფორმაცია მოგცა. ბეტონის ქარხნის განლაგება დაიხაზა, რათა დარტყმის დრონის ოპერატორებს სწრაფად შეძლებოდათ საჭირო სამიზნეების ამოცნობა, როცა საჭირო გახდებოდა. ქარხანაში შემავალი და გამავალი ლოგისტიკური ქსელი, მათ შორის ადრე ნახსენები სარკინიგზო ხაზები, ასევე დააკვირდნენ და დაიხაზა, ისევე როგორც დამხმარე ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რომელიც რუსულ საწვავის ქარხანას ამუშავებდა. რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმა შემუშავდა. უკრაინამ ამ ამოცამისთვის იდეალური დრონი შეარჩია, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ჰორნეტი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საშუალო დისტანციაზე რუსულ საწვავისა და მომარაგების სატვირთოებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანადგურებს. ამჯერად ამ დრონებს ბევრად უფრო რთული ამოცანის შესრულება მოუწევდათ. ისინი იდეალური არჩევანი იყვნენ და რამდენიმე წუთში აგიხსნით რატომ, მაგრამ ახლა ოპერაცია ჯოჯოხეთზე შევჩერდეთ. როდესაც დაგეგმვა დასრულდა და არჩეული იარაღი განსაზღვრული იყო, აზოვის კორპუსი დარტყმისთვის მზად იყო. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ეს არ იყო უბრალოდ დრონების გაგზავნის შემთხვევა საწვავის ცისტერნებზე დასათქმელად. ყველაფერი სარკინიგზო ანწით დაიწყო. ეტაპობრივი დარტყმის ოპერაციის პირველი სამიზნე ჩვეულებრივი ამწე არ იყო. ეს იყო კონკრეტული ამწე, რომელიც აზოვის კორპუსმა გამოავლინა, როგორც ის, რომელსაც რუსეთი გამოიყენებდა დაზიანებული სარკინიგზო ხაზების გასაწმენდად, რომლებიც დამალულ საწვავის საცავამდე იყო გაყვანილი, რაც მთავარი სამიზნე იყო. ამწის განადგურება ნიშნავდა რუსეთის შენელებას და ეს მიდგომა გაგრძელდა მეორე სამიზნეზეც, რადგან აზოვის კორპუსმა შემდეგ უკვე ლიანდაგზე მდგომი ლოკომოტივი დააზიანა. რკინიგზაზე წდომის დაბლოკვის ორმაგი დარტყმა განხორციელდა. დაზიანებული ლოკომოტივი ვეღარ ახერხებდა გზიდან გადადგომას სხვა მატარებლებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ შესვლას, და რადგან ამ წეთს მწყობრიდან იყო გამოსული, მისი ლიანდაგიდან გადაყვანაც შეუძლებელი გახდა. შეიძლება გეგონათ, რომ შემდეგი სამიზნე საწვავის საცავი იქნებოდა, მაგრამ შეცდებით. აზოვის კორპუსს გეგმაში კიდევ ერთი ნაბიჯი ჰქონდა. მისი შემდეგი სამიზნე იყო ელექტროქვესადგური, რომელიც ელექტროენერგიას აწვდიდა ცემენტის ქარხანას, სადაც რუსეთი საწვავს მალავდა.
ეს გენიალური სვლა იყო. მხოლოდ იმის წარმოდგენა შეგვიძლია რა პანიკა იყო ქარხანაში, როცა შუქი ჩაქრა. რუსი ჯარისკაცები, რომლებიც სულ ცოტა ხნით ადრე დარწმუნებულები იყვნენ, რომ უკრაინა მარცხ კი იცოდა რა იმალებოდა ცემენტის ქარხანაში, უცებ მიხვდებოდნენ, რომ რაღაც ძალიან არასწორად იყო. და როცა პანიკაში ჩავარდნენ, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. შემდეგ სწორედ მაშინ აზოვის კორპუსმა ყურადღება მიიპყრო. შემდეგი ტალღა დრონებისა, რომლებიც ადგილზე მივიდნენ, მიზანში იღებდნენ საწვავის აუზებსა და სარკინიგზო ხაზებს, რომლებიც თვეების წინ ასე ფრთხილად ჰქონდათ რუკაზე დატანი. რუსეთს არაფრის გაკეთება არ შეეძლო. დარტმა, რომელიც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც უკრაინის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ნებისმიერი წინაშეტევა, ისეთი ოსტატური სიზუსტით შესრულდა, რომ დონეცკის ერთ-ერთ მთავარ საწვავის საცავს არანაირი შანსი არ ჰქონდა. საწვავი ომის სისხლია. ოკუპაციური ძალების მომარაგებისთვის რუსებმა დიდი დრო დახარჯეს ლოგისტიკური ჰაბების ქსელის შექმნაზე, რომელიც მათი აზრით უკრაინული თავდასხმებისგან იყო დაცული. პირველი აზოვის კორპუსის უპილოტო აპარატების ოპერატორებმა მტრის გეგმები შეცვალეს, გასგანაცადა კორპუსმა ტელეგრამზე. ასევე აღინიშნა, რომ ამ თავდასხმას კიდევ ერთი მასშტაბური ეფექტი აქვს, რომელიც პუტინის დონეცკის გეგმებზე იმოქმედებს. რუსეთის საწვავის მომარაგების ქსელის ნაწილი ახლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ძირითად ტერიტორიაზე გადატანას საჭიროებს. დონეცკში ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცებისთვის ეს ნიშნავს, რომ საწვავის მიწოდებაში დიდი დაგვიანებები იქნება მათი ოპერაციებისთვის. შეანელებს თუ არა ეს რუსეთის შეტევის ტემპს. მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, პუტინი იმდენად გულგრილია, რომ ამ ჯარისკაცებს ეთქვის, მაინც უნდა შეუტიოთ ან ტვირთი ატაროთ. მათ უბრალოდ მოუწევთ ეს გააკეთონ მანქანების გარეშე და ისე, რომ უკრაინის სასიკვდილო ზონებში თავის დაცვაც ვერ შეძლონ. უკრაინის სასიკვდილო ზონებში რატომღაც ჩვენ არ გვგონია, რომ ეს განსაკუთრებით კარგად იმუშავებს. რუსეთის ფარულ საწვავის საცავის განადგურებით უკრაინამ კიდევ მეტი პუტინის მარიონეტი გაწირა, სუსტად ისე როგორც უკრაინას სურდა. და ესეც არ არის ისე, თითქოს იმ ჯარისკაცებს უკვე არ ეგრძნოთ საწვავის დეფიციტის ტკივილი, რაც რუსულ არმიას აწუხებს. ივლისის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ლოგისტიკური განადგურების კამპანიამ უკვე აიძულა ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი ფეხით გაევლოთ 30 კილომეტრამდე მანძილი, რათა ფრონტის ხაზზე მიეღწიათ. ეს არის 30 კილომეტრი, სადაც უკრაინული სადაზვერვო დრონები მუდმივად აკვირდებიან ტერიტორიას, ხოლო დრონების ოპერატორები ელოდებიან ბრძანებას, რომ ნებისმიერი მოძრავი ობიექტი დაარტყან. ამიტომ ხედავთ ლოგისტიკურ პრობლემებს რუსებისთვის, ხედავთ პრობლემებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, რაც პრინციპში ასევე ზემოქმედებს ჯარების საბრძოლო შესაძლებლობებს. ხედავთ, რომ რუსული ძალების მანევრულობა დარღვეულია. ხედავთ, რომ ლოგისტიკა ყოველდღიურად განიცდის პრობლემებს, განაცხადა ფედოროვმა. ჩვენ ნამდვილად ხედავთ ტანჯვას. ეხლა მხოლოდ რუსი ჯარისკაცები სამხრეთში აღარ ივლიან ფეხით ათეულობით კილომეტრს. დონეცკში იმ ჯარისკაცებს, რომლებიც პუტინს სჭირდება იმისთვის, რომ აიღოს ერთადერთი ტერიტორია, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ ღვის, რომ რაიმე მსგავსი გამარჯვება უკრაინაზე გამოაცხადოს, ახლა საწვავი აღარ აქვთ. ისინი უწყვეტად მოუწევთ სიარული, ბევრი მათგანი კი გარდაუვალი სიკვდილისკენ მიემართება. და იმ დაგეგმვის გარდა, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა, არის დრონი, რომელიც უკრაინამ გამოიყენა ნოვოამბრუზიუკაში დათმების სერიისთვის. ჩვენ ადრე გითხარით, რომ ჰორნეტი იყო იდეალური არჩევანი ამ საქმისთვის. აი სწორედ ამიტომ. ჰორნეტს შეუძლია მიზნების დარტყმა 150 კილომეტრამდე სიღრმეზე. სწორედ ამიტომ იყო ის ასეთი ეფექტური უკრაინის ლოგისტიკი ბლოკადის კამპანიაში. მას შეუძლია ფრონტის ხაზგაცდეს და პირდაპირ დათმები მიატენოს მოძრავ სამიზნეებს, მაგალითად საწვავის სატვირთოებს. პირდაპირ ვთქვათ, ეს შესაძლებლობები ნოვოამბრუზიუკაში არც კი გამოუყენებიათ ბოლომდე. საწვავის საცავი, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, მოძრავი სამიზნე არ ყოფილა. ის ასევე სრულად იყო ჰორნეტის მოქმედების არეში. გაზეთი პრავდა იუწყება, რომ საიდუმლო ობიექტი, რომელსაც აზოვის კორპუსმა დაარტყა, რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან მხოლოდ 16 კილომეტრში მდებარეობდა. უკრაინის ჰორნეტებს რამდენიმე წრის გაკეთებაც კი შეეძლოთ და მაინც საკმარისი ენერგია დარჩებოდათ დარტყმების განსახორციელებლად. მართალია, ჰორნეტი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დრონი არ არის. მას 4.5 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი აქვს, მაგრამ ეს საკმარისი იყო რუსეთის საწვავის ცისტერნებისთვის. ისინი შედარებით ადვილად დასაზიანებელი სამიზნეებია და მხოლოდ 1 ან 2 აფეთქებაა საჭირო, რომ დიდი რაოდენობით საწვავი ცეცხლში გაეხვიოს. მაგრამ ისაც ჰორნეტს მართლაც განსაკუთრებულს ხდის, არის მისი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომელიც განხორციელებულია მოწინავე მართვის ალგორითმების სახით, რაც დრონს საშუალებას აძლევს საჭირო მანძილზე იმგზავროს და არ ინერვიულოს ჩამხშობებზე. იგივე ალგორითმი ჰორნეტს საშუალებას აძლევს ავტომატურად აღმოაჩინოს და თვალყური ადევნოს სამიზნეებს, რაც ნიშნავს, რომ აზოვის კორპუსს მხოლოდ შესაბამისი სამიზნეების დრონში დაპროგრამება სჭირდებოდა და დანარჩენს ალგორითმი აკეთებდა. ეს არის ავტომატიზირებული ომი თავისი ყველაზე გამანადგურებელი ფორმით. ჰორნეტის ნესტარი ახლა იგრძნო ყველა რუსმა ჯარისკაცმა, ვინც საიდუმლო დონეცკის საწვავის ობიექტზე იყო დამოკიდებული. და როცა ცემენტის ქარხანა, რომელიც რუსეთს ეგონა ასე მოხერხებულად ჰქონდა გამოყენებული საწვავის დასამალად იწოდა, უკრაინას სხვა გეგმებიც ჰქონდა. დონეცკის ქარხნის განადგურება ნიშნავდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავი აღარ იქნებოდა. უკრაინამ ამას დაუმატა კიდევ ერთი ქარხანა, რომელიც 800 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული, რაც კიდევ უფრო ართულებს რუსეთის საწვავის პრობლემებს. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, ეს არის სამხედრო შოუ,
თუ ჯერ არხზე არ ხართ გამოწერილი, გთხოვთ დააჭიროთ გამოწერის ღილაკს და ჩართოთ შეტყობინებები, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი ყოველდღიური ვიდეოები. იმავე დღეს, როდესაც აზოვის კორპუსმა გამოავლინა, რომ ჰორნეტის დრონებით რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო გაამჟღავნა, კიდევ ერთი ამბავი გავრცელდა. დაახლოებით 800 კილომეტრით უკრაინიდან მოშორებით, დრონებმა რამდენიმე დარტყმა მიატენეს სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სამარის ოლქში. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ადრეაც ყოფილა სამიზნე. და ასეც უნდა იყოს. ის ყოველწლიურად დაახლოებით 8.9 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს, საწვავად და სხვა ნავთობზე დაფუძნებულ პროდუქტებად გადაამუშავებს. მაგრამ ამჯერად უკრაინამ მხოლოდ დროებითი დახურვა კი არ აიჯულა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. მისი დრონები იმდენად ზუსტი იყო, რომ ანალიტიკოსების აზრით, ყველა ძირითადი გადამამუშავებელი დანადგარი დაზიანდა, რაც შესაძლოა სიზლოა სიზრანის ქარხნის წარმოების მოცულობას ნულამდე ანცირებს. ევრომაიდენ პრესი დეტალებს ავცელებს. ისინი უცხებიან, რომ უკრაინის იერიში დაიწყო 11 ივლისის ღამით და გაგრძელდა 12 ივლისის დილის საათებამდე. 4:30 საათისთვის მონიტორინგის არხები, მათ შორის სუპერნოვა პლუსი და ქსელენოვა პლუსი, იუწყებოდნენ იერიშზე. ავრცელებდნენ ალის და უზარმაზარი კვამლის ღრუბლების კადრებს, რომლებიც რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ამოდიოდა. მალე იერიშის ადგილმდებარეობაც დაადგინეს. ია წყაროების სადაზვერო არხის კიბერბარაშნოს მიხედვით, უკრაინის სიზრანის იერიში როგორც ჩანს განხორციელდა შორი მანძილის FPFP-1 ტიპის დრონებით და ამ დრონებმა დააზიანეს 3 დამუშავების ერთეული, რომლებიც ქარხანას თავისი ფუნქციის შესასრულებლად სჭირდება. არხის ინფორმაციით დაზიანებულ ერთეულებს შორის იყო AVT-5-ის ძირითადი დამუშავების ერთეულიც. ეს ერთი ერთეული შეადგენს 2.6 მილიონ ტონას სიზრანის მიერ წელიწადში დამუშავებული 8.9 მილიონი ტონიდან, რაც დაახლოებით 30%-ია საერთო სიმძლავრის. ასევე დაზიანდა AVT-6-ის ერთეული, რომელიც დარჩენილ 6.3 მილიონ ტონას ამუშავებს. ასევე ჩანს, რომ უკრაინის დრონებმა დააზიანეს ქარხანაში მდებარე LCH-35-11600 კატალიზური რეფორმერი, რომელიც გამოიყენება ბენზინისთვის საჭირო კომპონენტების დასამზადებლად. თუ ეს ცნობები სწორია, მაშინ ორ რამეს ვხედავთ. პირველი, უკრაინის დრონები ყოველ კვირას უფრო ზუსტი ხდება, იმდენად რომ რუსეთს ვერ შეუძლია თავისი ჩვეულებრივი არგუმენტი დრონების ნამსხვრევებზე გამოიყენოს, რადგან აშკარაა, რომ უკრაინამ ზუსტად იმ ობიექტებზე მიაყენა დარტყმა, რაც სურდა. და მეორე, მთელი სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ახლა უკვე გამორთულია. მისი ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის 100% განადგურებულია და შეიძლება კვირები ან თვეებიც კი დასჭირდეს, სანამ რუსეთი შეძლებს ქარხნის თუნდაც ნაწილობრივ ამუშავებას. საბოლოო ჯამში რუსეთს არ აქვს მარტივად ხელმისაწვდომი ყველა ის კომპონენტი, რაც საჭიროა ამ განადგურებული გადამამუშავებელი დანადგარების შესაკეთებლად, ან თავიდან ასაშენებლად, როცა დასავლეთის სანქციების ქვეშაა, რომლებიც სწორედ ამ კომპონენტების შეძენას უშლის ხელს. ჩვენ გამოვიყენეთ ტერმინი 1-2 დარტყმა იმის აღსაწერად, თუ როგორ გაანადგურა აზოვის კორპუსმა ჯერ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, შემდეგ კი საწვავი დამალულ დონეცკის ობიექტზე. ჩვენ შეგვიძლია ეს ტერმინი აქაც გამოვიყენოთ. უკრაინამ ძლიერი დარტყმა მიაყენა დონეცკზე თავდასხმით და ამას მოჰყვა კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა, რომელმაც ერთ-ერთ წყაროზე რუსული საწვავი გაანადგურა. აი რას ვხედავთ აქ. რაოლფენიანი დარტყმები, რომლებიც რუსეთის მთელ მომარაგების ჯაჯვს აზიანებს. საწვავის წყაროდან დაწყებული, იმ სატვირთო მანქანებამდე, რომლითაც საწვავი გადააქვთ. ეს ყველაფერი რუსეთზე უზარმაზარ გავლენას ახდენს. საწვავის კრიზისი უკვე სერიოზულად მიმდინარეობს და რუსეთში არ არსებობს ადგილი, რომელიც არ იტანჯება. ბევრი ითქვა იმის შესახებ, თუ როგორ იწვევს უკრაინის საშუალო და ღრმა დარტყმების საწვავის დეფიციტს, რაც რუს მომხმარებლებზე მოქმედებს და ამაზე კიდევ ბევრს უნდა ვილაპარაკოთ. ეს დეფიციტი ზრდის ზეწოლას პუტინზე, რადგან ბევრი რუსი ადამიანი ძალიან გაბრაზებულია მლემათ ეგრეთ წოდებულ ძლიერ დამცველზე. ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები მთელ რუსეთში ახლა კილომეტრებზეა გადაჭიმული და ბევრი ადამიანი, ვინც საათობით დგას ამ რიგებში, ბოლოს აღმოაჩენს, რომ ტუმბოები უკვე დაცლილია და სხვა ადგილას უწევს თავიდან დადგომა რიგში. ზოგიერთი ოპორტუნისტი რუსი რიგში ადგილს იკავებს და შემდეგ ამ ადგილს საწვავის საჭიროების მქონე სასუწარკვეთილ ადამიანებს $460-დან კი ყიდის. ამ ყველაფრის გამო რუსეთში განწყობა უარესდება, როგორც The Independent-ის ალექსანდრ ტიტოვმა 10 ივლისს გაავრცელა. 2022 წლიდან ყოველწლიურად მოგზაურობ რუსეთში და განწყობაში აშკარა ცვლილებაა. 2022 წელს ყველაფერი გადარჩენასა და სანქციებისა და ომის ახალი რეალობისადმი ადაპტაციაზე იყო დამოკიდებული. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილიზაცია და ეკონომიკის ადაპტაციის უნარის მიმართ მზარდი ოპტიმიზმი შეინიშნებოდა. თუმცა 2026 წლისთვის ეკონომიკურ რეცესიაზე საუბარი უკვე მიმდინარეობდა, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ საწვავის მიმდინარე დეფიციტი დაიწყებოდა. წერს ტიტოვი. ეს ყველაფერი უკრაინის ზეწოლის გეგმის ნაწილია პუტინზე. თუმცა დონეცკში განხორციელებული დარტყმით ხედავთ, რომ უკრაინა თავის კამპანიას ახალ დონეზე ახავს, რათა რუსეთში საწვავის კრიზისი შექმნას. ახლა ამას მხოლოდ რიგითი მოქალაქე, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე რიგში დგას, აღარ გწნობს. წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცებს შეტევების მთავარი რესურსი ხელიდან ეცლებათ. იდეა მარტივია. თუ სამხედროებს საწვავს წაართმევ, რუსეთის სამხედრო მანქანას წყობრიდან გამიდან გამოიყვან.
უკრაინამ საწოვის კამპანია გაამკაცრა. ახლა ის აზოვის ზღვაში საწოვის ტანკერებს უტევს, რათა ბენზინი და დიზელი ყირიმსა და მატერიკზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მოხდეს. ახლახან ვიხილეთ, როგორ განახორციელა უკრაინამ კარგად დაგეგმილი იერიში დონეცკში, დამალულ საწოვის საცავზე. EU Observer ითხოვინება, რომ ბევრ რეგიონში რუს ჯარისკაცებსაც კი აღარ შეუძლიათ საწოვის შევსება ბენზინგასამართ სადგურებზე. და თუ უკრაინა გააგრძელებს ესკალაციას ამ ტემპით, მალე ისიც მოხდება, რომ ამ ჯარისკაცებს ფრონტზეც აღარ ექნებათ საწოვის მიღების შესაძლებლობა. შესაძლოა ეს უკვე ხდება. თუ საწოვი უხვად გაქვს, არ მოგიწევს 30 კილომეტრიანი მარშრუტების ფეხით გავლა, როგორც ფიოდოროვი ამბობს. ეხლა საწოვის დეფიციტს მხოლოდ სამოქალაქო პირები არ განიცდიან. საწოვის დეფიციტს მთელი რუსული არმიაც განიცდის. ციფრები არ ტყუია. საწოვის ამ პრობლემების გამო რუსი ჯარისკაცები 2026 წლის ნებისმიერ სხვა პერიოდთან შედარებით უფრო სწრაფად იღუპებიან. ივლისის 13-მდე გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა სავარაუდოდ 1600 ჯარისკაცი დაკარგა, იტყობინება პრავდა. გვაინტერესებს, რამდენი იმ ჯარისკაცთაგან იზოლებული იყო ფეხით წასულიყო ფრონტზე მანქანის ნაცვლად, მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინულ დრონს წაწყდომოდა. ივნისში რუსეთმა თითქმის 40,000 ჯარისკაცი დაკარგა, რადგან მისი ლოგისტიკა დაიშალა და ჯარისკაცები უფრო დაუცველები გახდნენ ვიდრე ოდესმე. აქ ხედავთ საწოვის კრიზისის შედეგებს, რომელიც უკრაინამ შექმნა. ნაბიჯ-ნაბიჯ პუტინის მთელი საომარი მანქანა ინგრევა. და შემდეგ არის დონეცკი. პუტინს უნდა, რომ დონეცკი რაც შეიძლება სწრაფად დაეცეს. ის ამას წლები ამბობს, მას შემდეგ რაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კამპანია დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პუტინმა დონეცკისა და მთლიანად დონბასის დაპყრობისთვის 15 ვადა დააწესა, რომელთა უმეტესობა უკვე გავიდა და შედეგი არ ქონია. კრემლიდან ბოლო ვადა, რომელიც გამოცხადდა 31 დეკემბერი. ეს მოჰყვა წინა 2026 წლის ვადებს. 31 მარტს, რომელიც არ გამოვიდა, და 1 სექტემბერს, რომელზეც პუტინმა როგორც ჩანს დიდი ხნით ადრე თქვა უარი, ვიდრე იქამდე მივაღწევდით. ვადებს მნიშვნელობა არ აქვს. ალ-ჯაზირას თქმით, რუსეთის ამჟამინდელი წინსვლის ტემპით დონეცკის დარჩენილი ნაწილის დასაკავებლად კიდევ 5150 დღე, ანუ დაახლოებით 14 წელი დასჭირდება. დიდი ალბათობით პუტინი იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იქნება. საწოვის ცეცხლი ფარულ საცავში, რომელიც ფრონტიდან 20 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზეა, რუსეთს მდგომარეობას არ გაუმჯობესებს. ეს ნიშნავს კიდევ ერთ შენელებას. ეს ნიშნავს, რომ მეტი ჯარისკაცი იძულებული იქნება ფეხით გაიაროს სასიკვდილო ზონებში და რაც ყველაზე მთავარია, ეს ნიშნავს, რომ პუტინის დონეცკის ფანტაზია განადგურდა. რუსეთი დონეცკს ვერ აიღებს, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში არა. და სანამ პუტინი ცდილობს გაარკვიოს რა მოხდება შემდეგ, აზოვის კორპუსი წინ მიიწერს. სავარაუდოდ მათ უკვე მეტი სადაზვერო დრონი ჰყავთ ცაში, რომლებიც შემდეგ სამიზნეს ეძებენ, რომელსაც რუსეთი მალავს და უკრაინას თითქოს არ უნდა შეეძლოს მისი დართვა. ეხლა ჩვენ ვახსენეთ უზარმაზარი რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე რუსეთში, მაგრამ არ გვითქვამს ჩხუბების, იარაღების, დანების, ბანების, პოლიციის და პირდაპირ ვთქვათ, ნეხვის შესახებ. ქაოსი და ძალადობა სუფევს ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებში ამჟამად და ყველაფერს ამის შესახებ გაიგებთ თუ ჩვენს ვიდეოს ნანახავთ. და თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, The Military Show-ზე გამოწერა ერთი დაწკაპონებით შეგიძლიათ და ჩვენ ყოველდღიურად მოგაწვდით რუსეთის უახლეს მაცხებს მის უიღბლო უკრაინაში შეჭრაში. გმადლობთ როგორც ყოველთვის რომ მოყურეთ.